იმედია ახლო მომავალში ასტრონომები შეძლებენ ისეთი პლანეტის აღმოჩენას, სადაც ეს 4-ივე აირი იარსებებს. თუმცა ეს საკმარისი პირობა როდია. აუცილებელია, რომ პლანეტა დედამიწის მსგავსად პატარა და კლდოვანი იყოს, რათა საცხოვრებლად გამოგვადგეს. პლანეტისგან უახლოესი ვარსკვლავი კი იმდენად უნდა იყოს დაშორებული, რომ წყალი თხევად მდგომარეობას ინარჩუნებდეს. ღამის საზზე შეუიარაღებელი თვალით 90,000-ზე მეტი მანათობელი წერტილი მოჩანს, მაგრამ ეს სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებული სისტემა ალფა კენტავრია, რომელიც დაახლოებით 4,25 სინათლის წყლის მანძილზე მდებარეობს. ყველაზე ახლო ვარსკვლავი კი პროქსიმა კენტავრია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, რადგან ზედმეტად მკრთალია. უშორესი ვარსკვლავი, რომლის დანახვაც ტელესკოპების გარეშე შეგვიძლია, B762 კასიარის. ის 16,000 სინათლის წყლის დისტანციაზეა და მზეზე ბევრად კაშკაშაა. მზის მსგავსი ან მასზე ნაკლებად ელვარე ვარსკვლავების სინათლეს თვალი ვერ ახიფამს. მაგრამ რა ჩანს ღამის საზზე ყველაზე შორს, სპეციალური მოწყობილობების გარეშე? ეს ანდრომედას გალაქტიკაა. ტრილიონი ვარსკვლავის შემცველი ამ სისტემიდან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 2,5 მილიონ წელზე მეტი სჭირდება. ზოგჯერ ხილულია კოსმოსის შორეულ არეალებში გამოყოფილი გამა-გამოსხივებაც. მაგალითად, ასეთი რამ 2008 წელს დაფიქსირდა, რამაც სულ რაღაც 30 წამს გასტანა. მისი წყარო ჩვენგან 7,5 მილიარდი სინათლის წლით იყო დაშორებული. როცა იქიდან სინათლე წამოვიდა, მზის სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობდა. 1600-იან წლებში სათანადო ტელესკოპების შექმნამ თვალწინ სამყაროს უფრო მეტი რეგიონი გადაგვიშალა. ამან შესაძლებლობა მოგცა ბევრად მკრთალი ობიექტების აღმოგვეჩინა, რომლებსაც მანამდე ვერ ვხედავდით. ამის მიუხედავად აქამდე ირმის ნახტომში ვარსკვლავთა მხოლოდ 3% გამოვავლინეთ, ხოლო გალაქტიკების 1%-ზე ნაკლები. ძალიან შორეული გალაქტიკები უმეტესწილად უხილავია, მაგრამ როცა მათსა და ჩვენ შორის მასიური ობიექტია, ის ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის და ასეთი გალაქტიკების გამოსახულებას 10,000 ჯერაც კი ადიდებს. ამას გრავიტაციული ლინზირება ეწოდება. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით, სწორედ ამ მეთოდით დააფიქსირეს მეცნიერებმა უშორესი ვარსკვლავი ეარენდილი, რომელიც 28 მილიარდი სინათლის წყლის დისტანციაზეა. ის მაშინ უკვე არსებობდა, როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 900 მილიონი წელი იყო გასული. ვების ტელესკოპითვე გაზომეს ჩვენსა და ყველაზე შორეულ გალაქტიკა JHGS Z13 შორის არსებული მანძილი. ის 33,6 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზეა და მაშინ გაჩნდა, როცა სამყარო 400 მილიონი წლის იყო. ამ მანძილის მიღმა ობიექტების დანახვა უკვე სინათლის სხვა სპექტრში შეგვიძლია და ეს კოსმოსური მიკროტალღური ფონია. აღნიშნული რადიაცია 380,000 წლის სამყაროში წარმოიქმნა, სადაც პლაზმა აირად გადაიქცა.